საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. საუბარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ესპანეთის, იტალიის და რუმინეთის პოზიციების გაშუქებაზე. გთავაზობ ციტატა სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან. ახლა უკვე თქვენც ყველა ხედავთ ტყუილს, როდესაც ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტებაც მოგიწიათ. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ ხალხი, რომელიც უჭერს მხარს ქართულ ოცნებას და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არიციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს, თქვა პრეზიდენტმა. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დღეს დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე გააკეთა. ინფორმაცია, რომ რუმინეთმა, ესპანეთმა და იტალიამ იმედგაცრუება გამოხატეს ევროკავშირის შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო, მოამბის 10 საათიან გამოშვებაში უკვე გასული იყო. თქვენ კადრში ხედავთ შესაბამის მასალას, რომელიც პრეზიდენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გავიდა საინფორმაციო გამოშვებაში. მოამბემდე სამივე ქვეყნის განცხადება ასევე გაშუქდა პირველი არხის ვებგვერდზე. რუმინეთის განცხადება განთავსებული იყო ჯერ კიდევ გუშინ 20 საათსა და 45 წუთზე. ესპანეთის და იტალიის პოზიციები კი გვიან ღამით. შესაბამისად, განცხადება, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლისთვის არ მიუწოდებია, არის დეზინფორმაცია.